საპატრიარქო რეზიდენციას კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ეწვივნენ. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფებოდნენ ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თავდაპირველად კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტროველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შემდეგ შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის ელჩთან. ოლივიე კურტომ საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და საფრანგეთის მთავრობის მილოცვა პირადად გადასცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს საიუბილეო ჯვრები გადასცა. აღნიშნული ჯვრები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავთან დაკავშირებით შეიქმნა. შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ჩეხეთის ელჩი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი იყო ხალხებს შორის ურთიერთობაზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა პეტრ კუბერნატი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავთან დაკავშირებით დაგეგმულ ღონისძიებებზე მიიწვია. დღეს თითოეული სტუმარი საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავდა და მიღებისთვის მადლობას უხდიდა. ჩეხეთის ელჩს და თანმხლებ პირს საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადაეცათ. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ. დღეს საპატრიარქოში სტუმრად მიყოფებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, საფრანგეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი ელჩი და ასევე კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო აი მოვლენებს, რომელიც ჩვენს ეკლესიას უკავშირდება, კერძოდ ახალი პატრიარქის გამორჩევას. შეხვედრა იყო თითოეულ მათგანთან მეგობრული, ისაუბრეს იმ საერთო ღირებულებებზე და იმ საერთო პრობლემატიკაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ეხება. ხაზი გაესვა იმას, რომ ბევრი რამ გვაქვს საერთო კულტურული და ღირებულებითი კუთხით და კათოლიკოს პატრიარქმა დამშვიდობებისას ხაზგასმით უთხრა, რომ მუდამ მზად არის შემდგომი შეხვედრებისათვის და თანამშრომლობისათვის იმ საკითხებზე, რომელიც ყველა აი ამ ჩვენს ქვეყანას აერთიანებს და რაც მტკივნეულია და საჭიროებს გადაწყვეტას.